შეგიძლიათ გაიხსენოთ, უთხოვიათ თქვენთვის თუ არა პატიება მშობლებს ბავშვობაში ან მოზარდობის დროს, ან მასწავლებლებს, როდესაც ზედმეტად უხეშად გექცეოდნენ. იცით, რომ ადამიანების უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება არ აქვს, ან არ ახსოვს და თქვენ ეს რატომ? გონია, რომ ვერ გვექნება ილუზია იმის შესახებ, რომ უშიშროთმო აღზრდელი არსებობს და მაშინ სად წავიდა ბოდიში. მშობლები ხშირად მოითხოვენ ბავშვისგან, მოიბოდიშე, მაგრამ თავად იშვიათად აჩვენებენ მაგალითს, არადა სწორედ ეს აყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას. როცა ზრდასრული ამბობს, მაპატიე, შევცდი, ცუდი დღე მქონდა და შენ გიყვირე უნებლიეთ, ძალიან ვნანობ. ბავშვი ხედავს შეცდომა ნებისმიერ შეუძლია დაუშვას. ბოდიშის მოხდაში დამამცირებელი არაფერია. ზრდასრული ბავშვის თვალში მაღლდება, სამაგალითო და ახლო ხდება, რადგან მოუხადო ბოდიში შენზე პატარას და სუსტს, ეს არის ძალის ნიშანი. ასეთი გამოცდილება ასწავლის მას, რომ ურთიერთობების გამოსწორება შეიძლება სიტყვებით და პასტივისცემით და არა შიშით და სასჯელით. თუ მშობლები არასოდეს იხდიან ბოდიშს, ბავშვში ფიქსირდება უსამართლობის განცდა. რატომ უნდა ვაღიარო ჩემი შეცდომები სულ, თუ ისინი ამას არ აკეთებენ, რა გამოდის, მე ვარ დამნაშავე, ისინი სულმართლები და ეს მომავალში უამრავ პრობლემას აჩენს. ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა ეს ავტორიტეტის დაკარგვა არ არის, პირიქით, მისი გაძლიერებაა. თქვენ აჩვენებთ, რომ ენდობით მას, პატივისცემთ მის გრძნობებს, მის სუბიექტურობას და ბავშვი სწავლობს, არა მხოლოდ შეცდომების აღიარებას, არამედ გამოსწორებას. ასეთი მარტივი სიტყვები შეიძლება გახდეს ხიდი, რომელიც აკავშირებს თაობებს და ასწავლის ბავშვს ყველაზე მთავარს. ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შეცდომები. ხშირად ბევრ რამეზე ღიზიანდებით. შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლოთ, ბავშვს უხეშად მივმართოთ ან ვუყვიროთ. მაგრამ თუ ჯანსაღი ურთიერთობების მაგალითი გვინდა მივცეთ მომავალ თაობას, მაშინ დავიწყოთ ბოდიშის მოხდით და ჩვენ შეცდომებზე საუბრით. და ბავშვის ან მოზარდის რეაქცია დაგანახებთ, რომ ეს საოცარი გამოცდილებაა მათთვისაც და თქვენთვისაც. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. უთხოვიათ თუ არა პატიება თქვენთვის მშობლებს. ნახვამდის.